მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიოს სივრცეზე FM 98.5-ზე, თბილისის დროით 14 საათი და 10 წუთია. ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. დღეს კი ჩვენი სტუმარი იქნება აკადემიკოსი ლადო პაპავა, ეკონომისტი, რომელიც თან ერთადაც ვილაპარაკებთ ჩვენ გლობალურად შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე და რა თქმა უნდა დავიწყებთ დღევანდელი სიახლით ამ ამბავზე ლაპარაკს და შემდგომ ბუნებრივია გადმოვალთ საქართველოზე და შევეხებით როგორც ეკონომიკის ასპექტებს, ასევე მათ შორის განათლებისასაც. მოგესალმებით ბატონო ლადო, დღეს ყველაზე ჩვენ არ მიყვებით ხოლმე ესეთ რაღაც კალენდარს ჩვენ თემებზე ლაპარაკისას, მაგრამ დღეს მაინც მნიშვნელოვანია დავიწყოთ ჩემი აზრით ძალიან გლობალური მოვლენით, რაც ეხება შოტლანდიაში გაიმართა შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის და ლაპარაკი იყო ევროკავშირსა და ამერიკას შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე. ბევრი 25 წუთიანი იყო ეს თქვა შესავალი, როგორც ტრამპ ჩვევია, ჯერჯერობით მიიღო თავის რეზიდენციაში, მას შოტლანდიაში გააჩნია დიდი თქვა გოლფის მოედანი და ეს რეზიდენცია. იქ გაიმართა სხვადასხვა საკითხებს შეეხოდა თქვა რომ 50-50-ზეა შეთანხმების ალბათობაო და შემდეგ კი უკვე შეხვედრის შემდეგ გაგვაცნო აი ამ შეთანხმების ძირითადი ასპექტები. ჩვენ მსმენელს მე დღეს დავწერე და ისევ რომ გავიმეორო ჩვენი მსმენელებისთვის ძირითადი მომენტები ეს არის რომ მე რაც ვნახე ინტერნეტში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ევროკავშირიდან ამერიკაში არის დაახლოებით 3.5 ტრილიონი დოლარი ეს მოცულობა და ტრამპი იძახის რომ საჭიროა რომ 600 მილიარდით მეტი უნდა შევიდეს. აქვე ლაპარაკია რომ 750 მილიარდის ღირებულების ენერგომატარებლები უნდა იყიდოს ევროკავშირმა. არ არის დაკონკრეტებული რაოდენობა და რიცხვი შეიარაღების, რომელსაც ევროპა იყიდის ამერიკისგან და ევროპულ საქონელს დაუწესდება 15%-იანი ტარიფი, რაც ბჭყალებში ჩაითვალა დიდ გამარჯვებად, იმიტომ რომ მანამდე 30%-იანი ტარიფზე იყო ლაპარაკი. ამერიკული საქონელი კი 0%-იანი განაკვეთით შევა ევროპაში. ეს არის ძირითადი გენელები, კიდე ალბათ უამრავი სხვა დეტალია, რომელსაც მე დავარქვი, რომ ეს ძალიან ძნელია, რომ დღევანდელი ცივილიზებული ენით უწოდო ამას ეს შეთანხმება, სავაჭრო შეთანხმება, იქ იყო ტერმინი rebalansireba, რომ რაღაცები გასწორდეს. ამას უფრო უხდება შუა საუკუნეობრივი ტერმინი ხარკი. ეთანხმებით თუ არა ესეთ შეფასებას? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით ყველაზე კარგი არის, რასაც თვითონ ტრამპი ხმარობს, deal, ანუ გარიგება. ეს არის გარიგება პრაქტიკულად და ამ სიტყვას არც ურსულა ფონ დერ ლაიენი გაექცა, იმანაც იხმარა ზუსტად ეგივე სიტყვა deal, გარიგება. ну გარიგება რაზეა ტრამპი პრაქტიკულად ტარიფებით ვაჭრობს ყველასთან. რაც შეეხება აი ამ გარიგებას, ამ გარიგებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ევროკავშირი როგორც ასეთი სამწუხაროდ საკმაოდ მოწყვლადია, ის დიდად არის დამოკიდებული ვაშინგტონზე. ანუ ბრიუსელის გადაწყვეტილებები, მთელ რიგ მიმართულები დამოკიდებული არის ვაშინგტონის კეთილნებაზე. თუნდაც ის რომ 750 მილიარდზეა საუბარი 750 მილიარდ დოლარზე ენერგეტიკული რესურსების შეძენაზე. ეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო ძვირია ვიდრე რუსული ენერგეტიკული რესურსები. თავის დროზე ევროკავშირმა არ იფიქრა, არ იზრუნა დივერსიფიკაციაზე და სრულად ჩამოეკიდა რუსეთს. ეხლა ამ უკრაინაში დაწყებული ომის გამო მოუხდა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა და პრაქტიკულად გადაერთო ამერიკულზე, რაც საკმაოდ ძვირი არჩევანია მისთვის, მაგრამ ეს რეალობაა. რაც შეეხება ინვესტიციების კომპონენტს, ესაც მნიშვნელოვანია, რადგანაც კიდევ უფრო გაზდაზე არის საუბარი 600 მილიარდ დოლარზე, ხოლო იარაღის თვალსაზრისით ეს სულაც არ არის მოულოდნელი. რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად მას შემდეგ რაც ნატომ დაიწყო ფუნქციონირება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროკავშირი სანამ შეიქმნებოდა და შემდეგ ევროკავშირიც სრულად ჩამოეკიდა ევროპული სახელმწიფოები ცალკეული გამონაკლისის გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. და პრაქტიკულად, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს დახმარება უკრაინის,
მათ დაცალეს თავიანთი საწყობები და ამ საწყობებს სჭირდება განახლება, შევსება. თვითონ წარმოება არ გააჩნიათ. ევროკავშირი არც თუ დიდი ხნის წინ ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ მოძებნის $800 მილიარდ იმისთვის, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გაფართოვდეს, ამოქმედეს და თვითონ უზრუნველყოს თავის შეიარაღებული ძალების შექმნას და უზრუნველყოს საკუთარი წარმოების იარაღით, მაგრამ დღეს ეს ასე არ არის, ამიტომ ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. ამიტომ ტრამპი ხაზგასმით უზღამს თავის ამერიკელ ამომრჩეველს ეუბნება. დიახ, ჩვენ უკრაინას გადავცემთ იარაღს, მაგრამ ამ იარაღს არ გადავცემთ უსასყიდლოდ. ამ იარაღს უკრაინისთვის იყიდის ევროკავშირი, იყიდის ბრიუსელი. ანუ ამერიკისთვის ეს არანაირად წამგებიანი არ იქნება. რაც შეეხება სავაჭრო ბარიერს, აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა იქნეს აღნიშნული. მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ ქვეყნებს შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. აი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის, თუნდაც მანამდე სანამ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, თუნდაც პირველი ვადამდე, მანამდეც არ ყოფილა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ასეთი შეთანხმება არ არსებობს. მეხსიერება ამღალატობს ამერიკის შეერთებულ შტატებს 12-13 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირთან არ გააჩნია. როდესაც პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამა, ის ცდილობდა რაღაც შეთანხმებამდე მიეღწია, რომ ესეთი თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი ამოქმედებულიყო. გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ არაფერი საბოლოო წერტილი ხელშეკრულება ასეთი არ გაფორმებულა. და რადგანაც არ არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ამიტომ ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია თავის თამაშის წესების დაყენება. ახლა რატო არის ამერიკული თამაშის წესები? იმიტომ რომ ამერიკა უნება რომ ამერიკაში შესული ევროკავშირის საქონელი დაიბეგერება 15%-იანი იმპორტული გადასახადით, ხოლო ამერიკული წარმოების საქონელი 0% შევა. ეს რა თქმა უნდა არა სამართლიანი, არა თანაბარზომიერი მიდგომაა, მაგრამ რადგანაც ამერიკას უფრო ძლიერი პოზიცია უჭირავს ვიდრე ევროკავშირი ენერგეტიკულად თუ სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამოკიდებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამიტომ ის იძულებულია თუნდაც ასეთი არათანასწორი გარიგებაზე შეთანხმდეს და ჩათვალოს, რომ მისთვის ეს კარგი შეთანხმებაა. იმიტომ რომ ამ ეტაპზე ტრამპი ემუქრებოდა ორჯერ უფრო მაღალი ტარიფით 30%-იანი. თუმცა 15-დან 0 ეს სამართლიანად არ შეითვლება. აი, პირველ რიგში რომ ვილაპარაკოთ სამხედრო კომპონენტზე, ჩვენ რო ვიცოდეთ ან მიდგომა, ხო, ჩვენელმა რო გაიგოს, რა იყო დამოკიდებულება. აი, მოდელი მაგალითად როგორია ამერიკული, როცა ქვია ხოლმე ან დახმარება ან თანამშრომლობა. ბოლო პაკეტით მან უკრაინასთვის ბევრჯერ იყო ლაპარაკი F-16-ების გადაცემაზე, რაღაც ნაწილი მისცეს კიდევაც სხვადასხვა ქვეყნებამ, მაგრამ თვითმფრინავის გადაცემა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. საჭიროა პილოტის გადამზადება და ამ თვითმფრინავებს ჭირდება ძალიან მაღალ ტექნოლოგიური მომსახურება. მათ ჭირდებათ პროგრამული განახლება, მათ ჭირდებათ საბრძოლო მასალა, მათ ჭირდებათ შესაბამისი გაფრენები, მათ უამრავი სახის მომსახურება ზეთის გამოცვლით დაწყებული 1000 რამით და ამისთვის მან გადასცა გამოყო ფული, რომელიც დაუმტკიცა უკრაინას სესხად და ამ სესხის ფარგლებშივე მან მისცა არა F-16-ები, არამედ უკვე მიცემული F-16-ების მხარდაჭერა. რაც გულისხმობს, რაც მე ჩამოთვალე სწორედ ამ ყველაფერს, მათ შორის მეორად F-16-ებს, რომელიც უნდა დაიშალოს ნაწილებად და შემდეგ ექსპლუატაციაში მყოფებს უნდა გამოადგეს. ანუ ეს არის თანამშრომლობის მოდელი. შესაბამისად, ეხლაც როცა ლაპარაკია, რომ ევროპა გააძლიერებს თავდაცვის უნარიანობას, მათ ილაპარაკეს რაღაცა ფულს და უცებ ჩვენ ხედავთ სავაჭრო შეთანხმებას, სადაც პრაქტიკულად იგივე თანხაზეა ლაპარაკი. ანუ ძალიან ზედაპირულად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ევროპის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება მოხდება ამერიკული შეიარაღებით. რა თქმა უნდა. ეს ამერიკული შეიარაღება უბრალოდ არ არის ერთჯერადი აქტი. ანუ ბანალურად ვთქვათ, რომ შეიძლება თუ აძლევ ადამიანს ავტომატს, იმ ავტომატს გააჩნია რაღაცა მოდელი, საბრძოლო მასალასაც მოითხოვს. ყიდულობ იმავე მომწოდებლისგან, შემდგომ განახლება, მომსახურება. ანუ ეს არ არის ერთჯერადი შესყიდვის აქტი, არამედ ეს ნიშნავს დამოკიდებულებას მთლიანად აი ამ სამხედრო მრეწველობაზე. ეს ერთი ნაწილი, რომელიც ზედაპირისდებს და რაც გულისხმობს არა მხოლოდ უბრალოდ ფინანსურად კონტრიბუციის გადახდას, არამედ ეს ნიშნავს, რომ ის უკვე მრავალწლიან პერსპექტივაში ხდება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელმაც ნატო, რომელიც იქნება გამტარი აი ამ სამხედრო შესყიდვების, აქცია თავის ერთგვარ კლიენტ ორგანიზაციად რა, იმისათვის, რომ ბრიტანული და ამერიკული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი კონდეს
რაღაც მომავალ წლებში გარანტირებული შესყიდვები. იგივენაირად შეიძლება ლაპარაკი განსხვავებაზე საკუთრივ სავაჭრო ნაწილში, იმიტომ რომ მე დღეს სპეციალურად ვნახე, სანამ წამოვიდოდ ეთერში, აი ის რაც ვნახეთ ჩვენ ახლა ევროპასთან რა შეთანხმებაც არის. არ არის ბრიტანეთთან იგივე. ანუ ბრიტანეთი რო ყოფილიყო ევროკავშირის წევრი, იგივე გავრცელდებოდა მასიც. ბრიტანეთი დღეს ცალკეა. სადაც არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მაისში მიიღწა და ძირითადად ახლა იქ ბევრი დეტალია, მაგრამ ძირითადად რო თქვა, ეს არის 10%-იანი დაბეჭდვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბრიტანეთსაც აუდებს ტარიფი ამერიკულ საქონელზე. რისი მანიშნებელი არის აი ეს განსხვავება? ერთი დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ბევრი ფაქტორი ჩამოთვალეთ, მე კიდევ ვერც შევახსენებდი ჩვენს მსმენელს, რადიო მსმენელს, ეს ეხება იშვიათი ლითონებზე დადებული ხელშეკრულება უკრაინასთან, კიევთან, რომლითაც ეს იშვიათი ლითონები და დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის გლობალური თვალსაზრისით თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისთვის, ეს ხელშეკრულებით გადავიდა ამერიკის საკუთრებაში. ანუ პრაქტიკულად კიდევ ერთი სერიოზული პლუსია ამერიკული ეკონომიკისთვის, ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირი სრულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ორი მიმართულება: ენერგეტიკული მიმართულება, ანუ პრაქტიკულად რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება ხდება ამერიკული ენერგორესურსებით, ეს ერთი და მეორე სამხედრო. სამხედროზე ისედაც იყო დამოკიდებული, ახლა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. და შეხედეთ ის რომ ევროკავშირი ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება რომ 800 მილიარდი მოიძებნოს იმისთვის რომ შესაძლებელი გახდეს საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა და მეტი აღჭურვა შესაბამისი თანამედროვე სამხედრო ტექნიკით ეს ყველაფერი ნიშნავს რომ ევროკავშირი წხვდება ბრიუსელი წხვდება იმას რომ დღეს ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე აი როდესაც საუბარი არის იმაზე რომ ერთპოლუსიანი სამყარო იცვლება და ის ხდება მრავალპოლუსიანი აქ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტებზე იყოს მსჯელობა მაგრამ ამ მრავალპოლუსში ევროკავშირი ნამდვილად არ მოიაზრება ბრიუსელი პოლუსი ვერ იქნება იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე ის თვითონ არ ქმნის დღის წესრიგს ის სრულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგზე მომავალში შეიძლება ბრიუსელმა მოახერხოს და თავისი ინვესტიციების განხორციელების გზით სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განავითაროს საკუთარი სამხედრო ძალების შექმნას ევროკავშირის ფორმატში, მაგრამ ეს მომავალშია და ესე ვთქვათ ღია რჩება. ამიტომ დღეს ბრიუსელი ჩემი ღმერთმენით უბრალოდ ვერ აღიქვება როგორც მრავალპოლუსიანი სამყაროს პოლუსად. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აქ ყოველთვის ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული დამოკიდებულება დიდ ბრიტანეთთან. ამიტომ მათთან მიმართებაში მით უფრო რომ დღეს დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვაშინგტონსა და ლონდონს შორის განსხვავებული ურთიერთობები მაგრამ ერთი ჩვენი ქვეყნის კუთხიდან თუ გადავხედავთ ამას ჩვენი გადმოსახედიდან საინტერესო რამეა თუ დიდი ბრიტანეთს აქვს 10%-იანი საბაჟო ტარიფი საქართველოსაც 10%-იანი აქვს ანუ ის რაც ყველას ეხება საბაზის. ანუ თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დავუშვათ იგივე მოლდოვასთან იყო განცხადებები, რომ მოლდოვას დაუწესდება შედარებით მაღალი საბაჟო ტარიფი, საქართველოსთან არის ის, რაც დაუწესა ტრამპმა აბსოლუტურად ყველას. მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც და საქართველოსაც ერთნაირი საბაჟო ტარიფი. ერთი საქმე იმაშია, რომ დღევანდელ კონფიგურაციაში, ანუ იმ პოლიტიკურ არქიტექტურაში ძნელია წარმოვიდგინოთ ბრიუსელი როგორც ერთგვარი პოლუსი, ხო, იმიტომ რომ ეს ევროკავშირი არც სტრუქტურულად გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობით არც საბჭოთა კავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, რომელიც ერთი სახელმწიფოა ის ბევრად ეს შედგება ბევრი სახელმწიფოს ერთობით, ზოგი ძლიერი, როგორც არის, ვთქვათ, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია და შედარებით სუსტი სახელმწიფოებისგან, ხო, და გადაწყვეტილების მიღება და ეფექტურობა ბევრად რთულია და ჩვენ ამას ბევრ რამეში ვხედავთ წინააღმდეგობრიობას, ხო? განსაკუთრებით გამორჩეულია ევროპარლამენტი თავისი ოდიოზური განცხადებებით, ესე ვთქვათ. მაგრამ რაღაცა პერიოდი სანამ რუსეთთან არსებობდა ეს კოოპერაციული რეჟიმი, ვიდრე ომამდე, ევროპის ეკონომიკა იყო აღმავალი და ევროპაში ეს სიმბიოზი მუშაობდა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წაყენებული მთავარი პრეტენზია ნატოს არ გაფართოების შესახებ, როგორც ეს არ უნდა ყოფილიყო, რომელიც
ვერ მიიღწა ბოლომდე და ეს იყო მთავარი საბაბი, რაც რუსეთი იძახის, რის გამოც ის დაესხა უკრაინას თავს. ამან შეცვალა მთლიანად ეს არქიტექტურა. ანუ აი ამ ომში ჩათრეული ევროპა ეხლა კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდა ეკონომიკურად ჩათრეული და დღეს მან პრაქტიკულად გააფორმა აი ესეთი რა დავარქვა. ხო, კაბალური ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღიარა კაპიტულაცია და მან თქვა, რომ კი ენერგიას. ანუ მთლიანად ის ითამაშებს ამერიკულ პირობებზე. რაც შეეხება უკრაინას, თქვენ რომ ახსენეთ, აი კლასიკური განმარტება, ვინც იცის ბანანის რესპუბლიკის, როდესაც რაღაც სახელმწიფოში მოქმედებს მონოინდუსტრიული ერთი მძლავრი კომპანია, რომელსაც იმხელა ეკონომიკურ შესაძლებლობა გააჩნია, რომ პრაქტიკულად იქვემდებარებებს, ხო, სახელმწიფოს და კარიბის აუზში სწორედ ამერიკული კომპანიები ესე მოქმედებდნენ, იქ სადაც ბანანის პლანტაციები ქონდათ, აქედან მოდის ხო ეს ტერმინი ბანანის რესპუბლიკა. ჩვენ რაღაც ამის მსგავს ვხედავთ უკრაინაში, იმიტომ რომ მან გააფორმა სამომავლოდ ამ წუთას არაფერი არ კეთდება, მაგრამ ისეთი ხელშეკრულება ამ იშვიათი მეტალების შესახებ, რომ ხვალდაზე გესწოდეს მე ამუშავდება, ის იქნება მთლიანად დამოკიდებული ამაზე, ანუ პრაქტიკულად მთელი ეს წიაღისეული და კიდევ უამრავი რამ არის ამერიკის განკარგულებაში გადასული. მას შექმნა პრაქტიკულად უკრაინისგან აპირებს რომ შექმნას თანამედროვე ბანანის რესპუბლიკა. ერთი ადამიანი ზუსტად დაახლოებით ომი დაწყებული იყო უკვე, როდესაც ეს ლაპარაკი მიდიოდა რუსეთი არის აგრესორი მთლიანად, რომ ეს ომი გასაგებია რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ამას ჰქონდა წინაპირობები და შეიძლება დასავლეთის ბრალიც იყოს. ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობდა, რომ საბოლოო ჯამში აი რა არის მთავარი მიზეზი. რის გამოატყდა ეს ომი, რომ ეს არის ევროპის ეკონომიკური ზრდა, არის ამერიკის მხრიდან საფრთხედ დანახული, მისი გავლენიდან ეს უკვე გადის და არის საშიშროება იმისი, რომ ის ჩამოყალიბდეს რაღაცა ისეთ სუვერენულ ერთეულად, ამიტომ მიზანი არის ევროპის დასუსტება. იძახის, რაც მაშინ დაუჯერებლად მეჩვენებოდა მე, რომ ცოტა რთული იყო იმ ცხელ ფაზაში აი ამ სურათის დანახვა, მაგრამ დღეს ეს გამოჩნდა. იმიტომ რომ დღეს ზუსტად აი ეს შედეგი დადგა. ჩემი აზრით, ხა ჩემი აღქმით თუ არ მეთანხმებით, იქნებ თქვენ გითხრათ როგორ შეიძლება ეს იყოს, მაგრამ აი ამ ტიპის ხელშეკრულებით დღეს ეს გამოჩნდა, რომ ევროპა არის დასუსტებული, ომში ჩაფლობილი, მისი ეკონომიკური ზრდა არის შენელებული და ჩვენ ვხედავთ მის უკვე ხელმოწერილ გაფორმებულ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ამ ადამიანს მივწერე მე რომ აი ხა მახსოვს თქო რომ აი ამას ამბობდით მაშინ იყო დაუჯერებელი და ეხლა დღეს ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ხვალ რა იქნება მაგრამ დღეს ეს სურათი შედგა თქვენ რას ფიქრობთ თქვენს ნათქვამთან თავიდან მოდით ორ კომენტარს გავაკეთებ თქვენ საკმაოდ კარგად ჩამოთვალეთ ევროკავშირის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ბოლო შვეიცარია ევროკავშირის წევრი ფორმალურად არ არის მაგრამ ეს მათი სიძლიერე დიდად იყო დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე მიმასთან იბმაზე. ეს იყო სწორედ ერთ-ერთი შეცდომა, რომ ალტერნატიულ წყაროებს არ ეძებდნენ დივერსიფიკაცია არ გააკეთეს. შემდეგ მეორეს, რასაც მინდა ასევე ხაზი გაესვას, თქვენ კარგად იხმარეთ ტერმინი საბაბი და არა მიზეზი. ანუ თუ არ იქნებოდა ნატოს გაფართოების ის პრაქტიკა, რაც ბოლო წლებში იყო, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩემი აზრით მოსკოვის არ არის რომ საბაბის მოძებნა გაუჭირდეს. არ იქნებოდა ნატოს გაფართოება, მოიძებნებოდა სხვა საბაბი და ასეთი საბაბი ყოველთვის აქ დაუშვათ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა, რომელიც პრაქტიკულად გამოიყენებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლო პერიოდში და დაშლის შემდეგაც. ახლა არანაირ ნატოს გაფართოებაზე ლაპარაკი არ იყო, მაგრამ პრაქტიკულად რუსული ძალის ქვეშ მოექცა აფხაზეთის და სამაჩაბლოც 90-იან წლებში. ასე რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, მას თავისი ინტერესები აქვს, ამბიციური, იმპერიული, ეს დღესავით ნათელია. რაც შეეხება ევროკავშირის პრობლემას, აი ნახეთ, მე გითხარით, რომ დღეს პრაქტიკულად ამ სიტუაციაში ევროკავშირი პოლუსი ვერ იქნება. და ეს არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში, რომ ასეთი პოლუსი ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ასეთი ინტერესი რო იყოს, ასეთ კაბალურ შეთანხმებაზე, გარიგებაზე უფრო სწორედ ხელმოწერა არ იქნებოდა მიღებული. არც ერთი მხრიდან. მეორე მხრივ, ნახეთ, ხლა დღეს უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ მრავალპოლუსიან მსოფლიოში მეორე პოლუსად გამოიკვეთა ჩინეთი. ეს უკვე ნათელი არის და ეს უკვე შემდგარი მოცემულობაა. საერთოდ იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს პოლუსად, ან ქვეყანათა ჯგუფი, როგორც ევროკავშირია, აუცილებელია შემდეგი პირობები. პირველი პოლიტიკური ზეგავლენა სოფლიოზე,
რომელსაც განაპირობებს სამხედრო ძალები, მათი ოდენობა, შეიარაღება და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განვითარება და მესამე ამის ყველაფრის საფუძველია ეკონომიკა. პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა, ნომერ მეორე ეკონომიკა სიდიდით არის ჩინეთი. ჩინეთიც არის მაღალტექნოლოგიური განვითარების ქვეყანა, აქვს თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო შეიარაღება, ანუ ეს ორი პოლუსი არის. რაც შეეხება მოსკოვს, აქ მიდის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თამაში. ვაშინგტონი დაინტერესებულია, რომ მოსკოვი როგორმე გამოიყენოს თავის მეგობრად და ჩინეთის საწინააღმდეგოდ, ზუსტად იგივე ინტერესი აქვს ჩინეთს მოსკოვი გამოიყენოს თავის მეგობრად ამერიკის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს გააჩნია ყველაზე დიდი შეიარაღება ბირთვული იარაღის, აქედან გამომდინარე იკვეთება ჩემი აზრით, შეიძლება არ დამეთანხმოთ, იკვეთება ის, რომ ვაშინგტონსაც და პეკინსაც აწყობს, რომ მოსკოვი იყოს კიდევ ერთი პოლუსი. Ondაც ეს იქნება უფრო ხელოვნური პოლუსი, იმიტომ რომ ეკონომიკურად ის მსოფლიოში მე-11 სახელმწიფოა, ამიტომ მისი გაპოლუსება შეუძლებელია, მაგრამ ასე პირობითად ვთქვათ, ნახევარ პოლუსი. ანუ დღევანდელი მსოფლიო შეიძლება ითქვას არის ორნახევარ პოლუსიანი. ხო, მაგრამ ნახეთ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი სხვა ტიპის გამოცდილება და მენტალობა. ხო, ეს არის წარსული სიდიადის ჭდილქვეშ. იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც მით უმეტეს მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც იყო მეორე მსოფლიო ომი, ესე ვთქვათ, და სამყარო ერთმანეთს დაუპირისპირდა და დამარცხებული იყო გერმანია და მისი მოკავშირეები და გამარჯვებული ძირითადად სამი ქვეყნის კავშირი, შემდეგ დაიწყო ცივი ომი მათ შორის და პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ ორპოლუსიანი მსოფლიო, სადაც ერთი ცენტრი იყო მოსკოვში. ეს ძალიან ცოტა ხნის წინ ხდება და აი ამ ჭრილიდან იმპერიულ აზროვნებას ამ ჭრილიდან გამოსვლა უჭირს და თქვენ რაც აღწერეთ მახასიათებლები, რომელიც სულ რაღაც გუში მქონდა მოსკოვს და დღეს ლაპარაკია რომ ერთ-ერთი მახასიათებელი არის რომ მას უნდა ქონდეს გავლენის სფერო, დღეს აი ამ იმპერიული კომპლექსებით თუ ამბიციებით დატვირთული მოსკოვი იბრუნებს აი ამ გავლენის სფეროებს. ხო ეს ხო ჩვენ ხო ვერ წარმოვიდგენთ ესეთ კლასიკურ წარმოდგენაში რომ მის გვერდით არის სუვერენული სახელმწიფოები და ის არაფერში არ ერევა. ბუნებრივია რომ მას აქვს გავლენის სფერო. უბრალოდ ჩვენ მივიღეთ დღეს სურათი რომ უკრაინის ომმა პრაქტიკულად ჩვენ დღეს გვაჩვენა ევროპა მთლიანად მიიბმული და დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენ ხედავთ რუსეთს, რომელიც არის გაჭედილი ამ უკრაინის ომში და ცდილობს რაღაც ეხა უკვე მისთვის სასიცოცხლო მისი გადმოსახედიდან სასიცოცხლო საზღვარი დაიბრუნოს უკრაინის სახით, ანუ ის არაფრით არ შეეგუება უკრაინის დაკარგვას და ჩვენ ხედავთ, რაც თქვენ სრულიად მართებულად აღწერეთ, აი ამ ბალანს მოსკოვსა და უბრალოდ ვაშინგტონსა და პეკინს შორის, ხო, ამ რუსეთის სახით. მაგრამ ამ ვითარებაში ეს თამაში თითქოს რაღაცნაირად ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შეიძლება როგორც უკრაინა შეიძლება ყოფილიყო ძირითადი საბაბი იმისი, რომ აი ეს კონფლიქტი მოხდარიყო ევროპასა და რუსეთს შორის, შესაძლოა თვითონ ეს დაპირისპირებაც კი იყოს კიდევ უფრო დიდი სურათის ნაწილი, რაც ქვია კონკურენცია ჩინეთსა და ამერიკას შორის. ანუ იმისთვის რომ წყნარი ოკეანის აუზში ამერიკამ ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს, მას ჭირდებოდა აქ და ჩინური გავლენაც მზარდია. მას ჭირდება აქ ეს ერთგვარი ანტაგონიზმი, რომ ეს ხალხი საბოლოო ჯამში არ გაიქცეს. ამიტომაც ის ერთი მხრივ მან მიიღო რამდენიმე წელიწადში დაქვემდებარებული ევროპა, მაგრამ მეორე ხელით ის აწარმოებს სამშვიდობო რიტორიკას, ის გადის უკრაინის ომიდან, რაც თითქოს დაქმნის ილუზიას, რომ ის უთმობს აი ამ სივრცეს რაღაცნაირად ბოლოს და ბოლოს ის ტერიტორიულად მისთვის ახლა არ არის ამ გლობალურ გეოპოლიტიკაში. ეს არის გრენლანდია და არც კანადა და არც მექსიკა. ხო, მით უმეტეს აქეთან ნახევარ სფეროზე ხდება, ამას უთმობს რუსეთს, თითქოს გამოვიდა რომ ის მის ინტერესებს ეხმარება იმისათვის, რომ მას უკეთესი ურთიერთობა ქონდეს და მთლიანად არ გაამყაროს ჩინურ-რუსული ალიანსი. აი ჩვენ მსვენელი ყველაზე ნაკლებად ისმენს ხოლმე ამ შეფასებას, იმიტომ რომ ჩვენ მაინც აი ამ ევროპის კონტინენტიდან უყურებთ გლობალურ მოვლენებს, მაგრამ არსებობს კიდე ანუ დედამიწის მეორე მხარე, სადაც ანუ წყნარი ოკეანის აუზი, სადაც ჩინეთს და ამერიკას აქვს ძალიან დიდი კონკურენცია. აი იქ დაპირისპირდა და ავსტრალია არის ხოთშორის გაჭლეტილი ამ ამბავში. თხოვენ რომ უნდა იყოს ერთ ბანაკში და მას უწევს უკვე ჩინეთში, პეკინში ჩასვლა ვიზიტით და თავისი მოლაპარაკების წარმოება. რამხელა არის აი ეს გლობალური დაპირისპირება. ახლა ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ, მე ასეთ მაგალითს გავიხსენებ. უბრალოდ ასეთ ტრადიციულ რუსულ გამოთქმას.
რუსული იმპერიული აზროვნების ერთ-ერთი კაი თვალსაჩინო გამონათქვამი არის საბირანიე ზიმელი, ანუ მიწების შეგროვება. ეს რუსეთისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მოსკოვისთვის, ტრადიციულად ისტორიულად, რაც შეიძლება მეტ მიწას აკონტროლებდეს. მეტი მიწა იყოს მისი კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება ეს ავსტრალიის მომენტს, მოდით აქ პარალელს გავალოთ ინდოეთთან. ინდოეთი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ერთ-ერთი მომავალი პოლუსი შეიძლება გახდეს ინდოეთი, იმიტომ რომ მზარდი ეკონომიკა, დღეს სიდიდით მეხუთე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზარდი ეკონომიკა, ტექნოლოგიურადაც მზარდი. ეს თამაშობს ორმაგ თამაშს. პირველ რიგში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ინდოეთი და რუსეთი ჩამოყალიბდნენ როგორც სტრატეგიული პარტნიორები. და ასე ვთქვათ, ამ ხაზს ინდოეთი დღესაც აგრძელებს. იმავდროულად მასაა კონფლიქტი ჩინეთთან. რაც აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს და ყველანაირად ცდილობს გააძლიეროს ინდოეთი ჩინეთის საპირწონედ. მაგრამ ინდოეთი ჯერჯერობით ასეთ პოლისის როლს ვერ ასრულებს მთელი მიზეზთა გამო, კი აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი, მაგრამ როგორც გითხარით, ეკონომიკა ჯერჯერობით არ უწყობს ხელს, თუმცა მზარდია და ერთ-ერთ პოლისად მომავალში, რადგანაც ვთქვით, რომ შესაძლებელია ევროკავშირი ოდესმე გახდეს და შეიძლება არ გახდეს, ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათობა, რომ ინდოეთი გახდეს არანაკლები არის ასეთი პოლისის სახით. ყოველ შემთხვევაში ერთი რამე სახეზე არის, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს იპოვოს თავისი ნიშა ამ ვითარებაში. და ხშირად მე ჩემს სტუდენტებთან საუბრისას ვიხსენებ რამდენიმე თვის წინ წაკითხულ ძალიან საინტერესო ანალიტიკურ სტატიას ერთ-ერთი ინდოელი სპეციალისტის, რომელიც წერდა, რომ როდესაც განუზღრლობა მაღალია, როცა გაურკვეველია სიტუაცია, როცა თამაშის წესები ახალი გლობალური მსოფლიო წესრიგი არ არის ჩამოყალიბებული და ბევრი კითხვები არსებობს, რომელზედაც პასუხები ჯერჯერობით არ არის მკაფიო, ასეთ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ინდოეთისთვის კონდეს სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება სტრატეგიულ მოთმინებას. ანუ მოთმინებით უყუროს მომავალს. ეს ხოთაშორი ძალიან საინტერესო მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო ინდოეთისთვის არის, არამედ ყველა მსოფლიო ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთი მცირე ზომის სახელმწიფოსთვის, როგორც არის საქართველო, სტრატეგიული მოთმინება, იმიტომ რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც გლობალურად ხდება, ინდოეთის კი ვერ იღებს ამაში მონაწილეობას სრულად, თუმცა იყენებს ამას მაქსიმალურად. ერთ მაგალითს მოვიყვან. ინდოეთი დაბალფასად რუპიებით ყიდულობს ამერიკულ ნედლ ნავთობს, ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხდება ნავთობპროდუქტების წარმოება და ამ ნავთობპროდუქტებს ინდოეთიდან ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს სქემა გაშიფრულია, ყველასთვის კარგად ცნობილია. ნახეთ რა გამოვიდა. პრაქტიკულად ამერიკა რუსულ ნავთობს ყიდულობს, იმიტომ რომ ნედლ ნავთობს ყიდულობს ინდოეთი, ნავთობპროდუქტები. საფუძველი ხო რუსული არის. მაგრამ რატო ხუჭავს ამაზე ვაშინგტონი თვალს? უნდა რომ ინდოეთი გააძლიეროს. აწყობს ეს ვის მოსკოვს. ასეთ თამაშები არის და როდესაც ასეთ თამაშებია დიდი სიფრთხილე მარტებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ამ გლობალურ თამაში მონაწილეობს უბრალოდ როგორც აქტიური მონაწილე ვერ ღებულობს. გლობალურ თამაში ყველა არის ჩართული, მაგრამ ზოგს პასიური როლი აქვს, ზოგს ნახევრად პასიური, ზოგს ნახევრად აქტიური და ზოგი აქტიური მოთამაშეა. ყოველ შემთხვევაში ინდოეთი ფიქრობს, რომ აი ნახევრად პასიურ მდგომარეობაში მაინც იყოს ამ ეტაპზე. აი თქვენ საქართველოს ახსენეთ და უახლესი ესეთი დიდი სიახლე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოხმაურება, შეფასება ქართული ეკონომიკის, რომელიც დაცლილი იყო აი მისტერიისგან, რომელიც ჩვენ გვესმის ევროპარლამენტი და რომელიც ჩვენ გვესმის ერთგვარი ლობისტებიდან, ოკეანის გაღმა, რაც უკავშირდება მეგობარი აქტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და ქართული მედიისგან, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ შექმნას ეს დესტაბილიზაციის სურათი, რომ საქართველოს პრაქტიკულად არის აი წნეხის და ზეწოლის რკალის ქვეშ. ამ დროს ჩვენ დავინახეთ ამ სენტიმენტებისგან დაცლის შეფასება, სადაც ლაპარაკი იყო ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც ლაპარაკი იყო სახელმწიფო როლზე, გარკვეულ რეკომენდაციებზე, რომ სახელმწიფომ ეფექტურობა უნდა გაზარდოს სახელმწიფო საწარმოების და ასე შემდეგ. როგორ ისმის დღეს ეს ხმა, ანუ რა გავლენა აქვს ჩვენ ეკონომიკაზე, რამდენად რეალურად ასახავს და რა მოლოდინებს ბადებს. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ, რომ სავალუტო ფონდისგან ეს დასკვნა არ გამკვირვებია. იმიტომ რომ ბოლო წლებში სავალუტო ფონდი მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ჩვენი მეგობრები სულ კრიტიკის ქარცეთში ატარებენ ქართულ სინამდვილეს და ქართულ პოლიტიკოსებს,
სახელმწიფოს წარმომადგენლებს. იმავდროულად საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან მოდის მხოლოდ პოზიტიური შეფასებები ეკონომიკური მდგომარეობის. ერთ მომენტს გავიხსენებ, აი მას შემდეგ რაც ქალბატონი კელი დეგნანი აღარ არის ელჩი, ვაშინგტონში მოხდა ძალიან საინტერესო რამ. უბრალოდ ამ შეხვედრას ესწრებოდა ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის და მისგან ვიცი. იყო ერთ-ერთ არასამთავრობო სტრუქტურაში, თუ არ ვცდები, კარნეგის ფონდში, სავალუტო ფონდის მორიგის შეფასებების ანალიზი, სადაც ესწრებოდა ყველა წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში არის დაინტერესებული და ასეთები, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის. და ეგ იყო ძალიან საინტერესო დაპირისპირება სავალუტო ფონდის წარმომადგენლისა და ქალბატონ კელი დეგნანს შორის, ყოფილ ელჩს შორის. რა მოხდა? ყველა გაკვირვებული იყო ტრადიციულად ჩამოყალიბებული კრიტიკის ფონზე, როგორ პოზიტიურად გამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში. და ყველაზე მწარე დაპირისპირება ჰქონდა მას ქალბატონ დეგნანთან, რომელიც ახალი წასული იყო საქართველოსთან და ძალიან განიცდიდა, რომ ვაშინგტონში ვიღაცა საქართველოს ეკონომიკას აკეთებს. ამიტომ ის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები არ ახალია, ამას გარკვეულწილად ხაზი უნდა გაესვას. ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ჩემი გამოცდილებით, რომელიც 6 წელი მუშაობდი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და საკმაოდ კარგად ვიცი მათი მუშაობის სპეციფიკა, წიგნიც კი მაქვს ასეთი დაწერილი 2000 წელს გამოვიდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში მიღწევები და შეცდომები, რომელიც რუსულადაც ითარგმნა გამოიცა და ინგლისური თარგმანი ამერიკაში გამოიცა. შემდეგ სტატიებიც მოყვა ამას, სტატიების ციკლი ამ თემაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან სპეციფიკური ორგანიზაცია ის, მართლა საერთაშორისოა და ექსპერტები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყანას საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან. ისინი ყურებენ ობიექტურად ინფორმაციას. ჯერ ერთი ხაზი გაუსვათ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ საქართველოს დღეს სტატისტიკა თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ანუ ის კითხვები, რომ საქართველოს სტატისტიკური ინფორმაციის გაყალბება ხდება და ასეთი კითხვები პერიოდულად ჩნდებოდა ვაშინგტონში, ვაშინგტონს ამ შემთხვევაში გულისხმობ, იქ სადაც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინა, ეს ჩნდებოდა, ეხლა ასეთი კითხვები არ არსებობს. ანუ პრაქტიკულად, რასაც დღეს საქსტატი აქვეყნებს, ამათ მიმართ არის სრული ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებით. შემდეგ და ისინი უყურებენ ამ ოფიციალურ სტატისტიკას. 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო ეკონომიკური ზრდა 9%-ზე მეტია. ეს ფაქტია. იმავდროულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები აკეთებენ, რომ ასეთი მაღალი ტემპის შენარჩუნება საქართველოს გაუჭირდება, ის დავა 7%-იან ზრდაზე და საბოლოოდ 5%, მაგრამ 5%-იანი ზრდა ძალიან მაღალია. მით უმეტეს დღეს. მით უმეტეს დღეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც დიდი გეოგრაფობა არ არის საჭირო იმის გააზრებისთვის, რომ საქართველო არის ცეცხლოვან კალში მოქცეული. ჩრდილოეთით აგერ უკვე რამდენი მესამე წელია მიმდინარეობს ომი რუსეთის ომი უკრაინაში. არც თუ დიდი ხნის წინ იყო სამხედრო საომარი დაპირისპირება ჩვენ უშუალო სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და კაცმა არ იცის კიდევ რა საფრთხეები არსებობს, როდის შეიძლება ეს განახდეს. სამხრეთით ავიღებდა ისიც სულაც არ არის საქართველოსთან შორს. ჩვენ ვიცით ისრაელის პრობლემები, ღაზას სექტორში, ირანთან მიმართებაში, სირიაც, ხო, აგრეთვე ლიბანთან მიმართებაში, ასე რომ რთული საკითხებია და ამ ვითარებაში უცებ არსებობს ასეთი გეოპოლიტიკური კუნძული, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც არის ეკონომიკურად სტაბილური მდგომარეობა. ხშირად იბადება ასეთი კითხვა, აი რა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას. რა განაპირობებს და ის, რომ სწორედ ეს სტაბილურობა არის ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისინი თვლიან და არა მარტო ქართველი ინვესტორებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ თუ აქ სიმშვიდი არის, რატო არ შეიძლება აქ ბიზნესი წარმოება და ეგ არის. ანუ აქ რაღაც ესეთი გამოუცნობი ამოცანა არ არსებობს, ამოსახსნელი ამოცანა არ არსებობს. იმავდროულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არის თუ არა გარკვეული საფრთხეები მას. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არის. ახლა ღმერთო დაიფარო საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და ომში, მაგრამ ამის გარდაც ის რომ ჩვენს გარშემო ასეთი რთული ვითარება, ესეც აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საქართველო პრაქტიკულად აჩვენებს საკმაოდ პოზიტიურ სურათს.
კარგია რომ სოფლიოში თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახით, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახით საქართველოს ყავს სერიოზული მხარდამჭერი. იმიტომ რომ ობიექტურად აფასებს ვითარება. ეს სურათი არის სრულიად არათავსებად იმ საინფორმაციო ველთან, რომელიც ჩვენთან იქმნება, რომ თითქოს ყველა საქართველო არის მარტო და მთელი ცივილიზებული სამყარო არის ცალკე და როგორც ცდილობენ აქ რაღაცა ხელისუფლების ბუდისტური შეგაწყვეტინებთ, ახლა არის ნატოს წვნები, როგორ არის საქართველო მარტო, თუ საქართველოში ტარდება ნატოს წვნები და ამაში მონაწილეობენ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმომადგენლები. ამაზე არსებობს ალტერნატიული საქართველოს საინფორმაციო ველში, ერთგვარი ვირტუალური საქართველოს, სადაც იქ ყველაფერი მსგავს ხდომილებებზე არის ხოლმე ცალკე კომენტარი. მაგალითად, როდესაც საქართველოს ელჩი ინიშნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ ენაზე ამას ქვია, რომ ეს არის ტექნიკური თანამშრომლობის ფორმა. რომელიც ესე პაკეტად კი არა, რამდენიმე ელჩს რო ერთად იღებენ, ცალკე შეხვედრა მოუწყვეს, გადასცა მან სიგელები, შემდეგ გაემგზავრა იქიდან შოტლანდიაში, აი ამ ევროპასთან დიდი ხარკის დასადებად ტრამპი. ეს ქალბატონი თამარ ტალიაშვილის მიერ ელჩობის წმუნების გადაცემას მათ ენაზე დაერქვა ტექნიკური თანამშრომლობა. ნატოს წმუნებს დაერქვა, რომ საქართველოს მხარეს ეს არ უნდოდა და ნატომ ეს ძალით მოგვახვია თავს და აი ჩვენ ნებისაწინააღმდეგოდ ატარებს ამ წვრთნებს და აი არავინ მერე ოფიციალური პირები აქ არ ჩანან. აი ამგვარად ხედავენ. ის რომ არსებობს პროტესტის 2200 რაღაცა მერამდენიღაცა დღე. და თქვენ რაც აღწერეთ რეალობა და რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს ბიზნეს გარემო და ეკონომიკური სტაბილურობა, საბოლოო ჯამში აი აბსოლუტურად პარადოქსულია, მაგრამ ერთადერთი ვინც ამას არყევს და ამას ძირს უთხრის, ეს არის არა რომელიმე გარე ძალა, ყველაზე ღიად გასაგებია რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ ეს არის შიგნით არსებული ადამიანები, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ რომ აი წეღარაც აღწერე ალტერნატიული რეალობა მოახვიონ მოსახლეობას თავს და ქვეყნის ეს რყევა წარმოგვიდგინონ ერთგვარ პატრიოტიზმად და წარმოგვიდგინონ რაღაც სასეკეთო ცვლილებად იმ ფონზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რა პროცესი მიდის გლობალურად. ჩვენ დაგვჭა რამდენიმე წუთი და აუცილებლად მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რასაც განათლება. სანამ გაგრძელებთ ერთი მინდა ვისარგებლო შემთხვევით ქალბატონ თამარს უსურვო წარმატება. იმიტომ რომ ქალბატონ თამარ ტალიაშვილის წარმატება ეს არ არის მხოლოდ მისი პიროვნული წარმატება, ეს არის ქვეყნის ინტერესებში და საქართველოს წარმატება. ასე რომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და წარმატებას რაც შეეხება მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე განათლებას. რა თქმა უნდა. მე ვნახე ინფორმაცია რომ თქვენთან მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იყო განათლების მინისტრი, კიდევ სხვა ადამიანების და გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა განათლებას. ჩვენ ადრეც გვილაპარაკია განათლების საკითხების და მნიშვნელობაზე. მე მინდა რომ თქვენ მსმენელს ჩამოუყალიბოთ თქვენი ხედვა, თქვენ რას ფიქრობთ? დღეს რა მდგომარეობაშია ჩვენი განათლება და რა მიმართულებით ისურვებდით, რომ გარკვეული რეფორმა და პროცესი განვითარებულიყო? პირველ რიგში ბატონი გივი მიხანაძე მართლაც პირველი ვიზიტით, მას შემდეგ როგორც თვითონ აღნიშნა, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, როცა კი გახდა ის განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი ვიზიტით სტუმრად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მეცნიერებათა აკადემია ასეთი ვიზიტებით განებივრებული არ არის. ახალდანიშნული მინისტრი პირველი მოვიდეს მეცნიერებათა აკადემიაში. მან ამით გამოხატა სრული მხარდაჭერა და დაინტერესება იმით საქმიანობით, რაც ხდება მეცნიერებათა აკადემიაში და იმ პერსპექტივით, რაც შეიძლება კონდეს ამ ინსტიტუციას. იმავდროულად, როდესაც ლაპარაკია განათლების რეფორმაზე, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, განათლების რეფორმა მეცნიერების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ორი სფერო ერთმანეთთან იმდენად არის გადაჯაჭვული, რომ როცა ლაპარაკია განათლების სფეროს რეფორმაზე, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განათლების სფეროთი. იცით, ჩვენ ეკონომისტები ამას უყურებთ სხვა კუთხით და ვეძახით ასეთ მოდელს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, როდესაც ცოდნა და მისი ცოდნის პროდუქტების შექმნა არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ცოდნის პროდუქტები ყველაზე ძვირად ღირებულია, ყველაზე მაღალი დამატებული ღირებულება სწორედ ცოდნის შექმნილ პროდუქტებშია. ეს არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება. მე ხშირად ჩემ სტუდენტებს ვეუბნები, რომ ნახეთ სამხრეთ კორეის მაგალითი. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებით ამ ქვეყანამ მოახერხა გარღვევა და ასეთი მაგალითები არა მარტო სამხრეთ კორეაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ თავი და თავი არა გამარტო განათლება, ყველაფერი უნდა დავიწყოთ იმით, როგორი მეცნიერება გჭირდება, როგორი უნდა იყოს მეცნიერება. დღეს გლობალიზაციის პირობებში,
როდესაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, არ არის საჭირო მანდამაინც სადღაც ფიზიკურად ჩასვლა და ფიზიკურად რაღაც შეხვედრის მოწყობა, თუნდაც კონფერენციის, თუნდაც სადისკუსიო პანელის, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის. ამისთვის არსებობს მრავალი ელექტრონული საშუალება. ეს უნდა იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, რომ მოხდეს საქართველოში სწორედ ქართული სპეციალისტების მაქსიმალური ინტეგრაცია, ქართული მეცნიერების ინტეგრირება მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში. და ამას უნდა მოყვეს შესაბამისად მეცნიერება როგორი გვინდა, როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო განათლება, როგორი უნდა იყოს პროფესიული განათლება, როგორი უნდა იყოს საშუალო განათლება და რა თქმა უნდა დაწყებითი განათლება, რომელიც არის საბავშვო ბაღებში, ანუ სკოლამდელი განათლება. აი ეს ყველაფერი ერთიან ჯაჭვში თუ იქნება განხილული, რა თქმა უნდა დაწერტილიდან დაიძრება, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი დარგი, რომელსაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, არის მეცნიერება და რატო? როცა ქვეყანას ეკონომიკურად უჭირს მეცნიერებაზე თანხების გამოყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ ის რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში, ეს არ არის ქართული ფენომენი, ეს ყველგან ასეა. თუ ქვეყანას უჭირს ეკონომიკურად მეცნიერებაზე ყველაზე ნაკლები დანახარჯები გაიღება მთავრობიდან. მაგრამ დღეს საქართველოს უკვე არ უჭირს, მაგრამ მეცნიერებას კი უჭირს. დღეს მაგალითად საშუალო ხელფასით საქართველოში არის 2000 ლარზე მეტი, რაც მისასალმებელია ეს ოფიციალური სტატისტიკის. მაშინ როდესაც სამეცნიერო დაწესებულებებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც შედიოდნენ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში და დღეს გადანაწილებული არიან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იქ საშუალო ხელფასი თავი მეცნიერ თანამშრომლის, ანუ რანგით ყველაზე მაღალი მეცნიერის არის სადღაც 60% საშუალო ხელფასი, ქვეყნის საშუალო ხელფასი. მაშინ როდესაც ყველაზე დაბალი მეცნიერის სამეცნიერო სტატუსის მქონე მეცნიერი მკვლევარის ხელფასი არ უნდა იყოს საშუალო ხელფასზე ნაკლები და რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, უფრო მეტი უნდა იყოს. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მაგალითად მე ვასწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძირითადად ჩემი ჯგუფი არის დოქტორანტების ჯგუფი. ამ დოქტორანტების ჯგუფში ემილია გითხრათ, რომ ყველაზე სუსტიც კი ყველაზე ძლიერი არის, საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდა ხალხია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს არ კერძო სექტორში, ან მუშაობს საჯარო სამსახურში. ხოლო ზოგს შეიძლება ძალიანაც უნდადეს მეცნიერებას გაყვეს, მაგრამ ვერ გაყვება მეცნიერებას, იმიტომ რომ მატერიალური ანაზღაურება არის ძალიან დაბალ დონეზე. თანაც მივდივართ არა მარტო ანაზღაურების საკითხზე, იცით? ეხლა იმისთვის რომ მეცნიერული საქმიანობა წარმოვა ეკონომიკაში, კომპიუტერი საკმარისია. მაგრამ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში აქ საკმაოდ სერიოზული ექსპერიმენტული ბაზაა შესაქმნელი. ასე რომ აი აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა ყურადღება მისაქცევი იმას, რომ უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების სწავლა უნდა იყოს არა სტუდენტების მიერ მოტანილი ფულით. კერძო უმაღლესასწავლებლებში კი უნივერსიტეტებს უნდა კონდეს იმის რესურსი, რომ სამეცნიერო კვლევები დააფინანსოს. დააფინანსდეს ინსტიტუტები, რომელიც დღეს უნივერსიტეტებში არიან, კვლევით ინსტიტუტები, რომ ეს პრიორიტეტული გახდეს. აი ამის ხედვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვიმედოვნებ, რომ ამ კუთხით იქნება შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული. ჩვენ დრო თითქმის ამოიწურა ბოლოს დაგისვათ ესეთ კითხვას, მე რამდენადაც მახსოვს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, როცა ეს ჩამოყალიბდა, მაშინ ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, პრაქტიკულად 41 წელი იყო. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ეს მინი მოდელი იყო იმის მთლიან საკავშირო მასშტაბით, როგორ იყო მოწესრიგებული მეცნიერება და ბოლოს საბჭოთა კავშირის ბოლოს თუ არ ვცდები 93 ინსტიტუტი შედიოდა ამ სისტემაში, რაც მე თქვენ ახსენეთ, რომ გადანაწილდა, ხო? თქვენი აზრით დღეს დამოუკიდებელ საქართველოში მისი ზომიდან, მისი პროფილიდან გამომდინარე, საჭიროა თუ არა ამხელა მასშტაბი თუ ქვეყანამ თავისი ეკონომიკის პროფილიდან გამომდინარე რაღაცა პრიორიტეტული ჯგუფი უნდა აიღოს? მე ასე ვიტყოდი, იცით, მე არ ვთვლი, რომ მაგალითად უნდა იყოს სხვადასხვა ვიწრო მიმართულებებით ინსტიტუტები, მაგრამ ერთი ძლიერი ფიზიკის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს თავისი მიმართულებებით. ერთი ძლიერი ქიმიის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეული რეორგანიზება სისტემას სჭირდება და თანაც ერთი მომენტია, იცით, თუ საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ის არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ღვთისმადლი ჩვენ ამის პრეტენზია გვაქვს, არ შეიძლება ასე დამოუკიდებელ ქვეყანაში
თუ არ არსებობს, უნდა შექმნას სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი. გვაქვს ღვთისმადლით გაძლიერება სჭირდება. თუ არ არსებობს, უნდა შექმნა ეკონომიკის ინსტიტუტი. გვაქვს და გაძლიერება სჭირდება. იმიტომ რომ სახელმწიფოს რომელსაც აქვს ამის პრეტენზია, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა სახელმწიფო, მას უნდა კონდეს ასეთი რამ. იგივე დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, სჭირდება დემოგრაფიული ინსტიტუტი, დემოგრაფიული კვლევების გაძლიერება. აღარ ვლაპარაკობ ცოდნის ეკონომიკის შემქმნელ დარგებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ფიზიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები. ამიტომ კი არ უნდა ვიფიქროთ ცალკეულ დაუშვათ ქიმიის რაღაც მიმართულებებზე ინსტიტუტებში. ერთი ძლიერი ქიმიის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ერთი ძლიერი ფიზიკის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ერთი ძლიერი მათემატიკის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. მერე ცხოვრება გვიჩვენებს თვითონ შეიძლება ერთი არ იყოს და ორიც იყოს. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ ლადო სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. მადლობა მოწვევისთვის. იმედია რომ უახლოეს მომავალში მე კიდევ გავაგრძელებთ ამ ტიპის დიალოგს. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა კი დასრულებულია, გემშვიდობებით დროებით.